თბილისის დროით 18 საათია თქვენ უყურებთ Star Vizias და უსმენთ Star FM-ს ახალ ამბებს. ლევან ინასარიძე გაგაცნობთ საღამოს მშვიდობისა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის ჩანაწერები უკვე ცნობილია. დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღი ჩაწერილი არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება მას მერე იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე დასკვნას მოამზადებს. გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს ამ დოკუმენტიდან. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ხორციელებასთან დაკავშირებით, ისე როგორც აღწერილია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ასევე მოუთმელადელიან ამ ორი ქვეყნის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას, როდესაც ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება. ყველა საჭირო რეფორმის გატარების საფუძველზე. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან კომისიის მზადყოფნას. ყველაფერი გააკეთოს უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გახორციელების მხარდასაჭერად და მათ გეგმას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადო დაისახოს ანგარიშში 2015 წლის ბოლოსთვის. თუმცა დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმება, რის ჩამატებასაც ქართული მხარე ითხოვდა. რაც სამიტზე დღეს იქნა მიღწეული მაქსიმუმია. ამის თაობაზე რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა განცხადება. გულახდილად მოგახსენებ, ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნების მოლოდინებს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს ევროპული საბჭოს და 28 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, დასძინა დონალდ ტუსკმა. ამავე აზრს იზიარებს ევროკომისიის პრეზიდენტიც ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი, როგორც იუნკერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა. გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას პირდება. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რიგაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების თაობაზე, რომელიც საქართველოს მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთო პოზიციაა. რაც შეეხება ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, უკრაინასა და საქართველოს ამ მხრივ ნათელი პერსპექტივები აქვთ. კომისიამ 2015 წლის ბოლომდე უნდა იმსჯელოს, რამდენად წარმატებული ნაბიჯები და პროექტებია იმპლემენტირებული ვიზა ლიბერალიზაციის მხრივ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პირველ პირს ფრანსუა ოლანდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ იგი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოს დადებით ცრებს ელოდება. მისივე თქმით, რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ასახული იქნება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისადმი მხარდაჭერა და ევროპასთან დაახლოების მიზნით რეფორმების გახორციელებაში ამ ქვეყნების დახმარება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას. ამის თაობაზე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, მისივე განმარტებით ეს აუცილებელია, რათა აღნიშნულთან მიმართებაში მოლოდინი არ იყოს უსასრულო. მმართველ გუნდში რიგის სამიტიდან პოზიტიურ შედეგებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ იმედიანად არიან განწყობილნი. ის დაპირებები და მოლოდინი, რაც უკავშირდება ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმს, ძალიან ახლოა, განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი კოლეგების აზრს არ იზიარებს კონკრეტული ვადების დასახელების მიმართ. მისი აზრით, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ვადების დაკონკრეტება თავის მოტყუება იქნება.
რიგის მიმდინარე სამიტზე შეუძლებელი იყო ვიზა ლიბერალიზაციის მიღება და დროა ხელისუფლებაში დასრულდეს ის მანკიერი თვისება, როდესაც ხალხს ცრუ მოლოდინს უჩენენ, მიიჩნევს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. მისი განცხადებით, მსგავსი მანკიერი პრაქტიკა არსებობდა წინა ხელისუფლების პერიოდშიც. ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ნინო სამველიძე კი განმარტავს, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მისწრაფებას დასავლეთისკენ, თუმცა მთავარია ქვეყანამ აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს. ის რომ ჩვენ ვართ ასოცირებული წევრი, ისევე როგორც მოლდოვა, ეს არის აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესი. ეს არის ჩვენს და ის ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ინსტიტუციონალური კავშირების გამყარება, რაც ჩვენს ევროპულ არჩევანს, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ხდის აბსოლუტურად შეუქცევად პროცესს. ამიტომ თუ ჩვენ არ მივიღებთ მაგალითად ვიზა რეჟიმის წელს, ანუ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, უნდა ან ევროკავშირს ესეთი აქვს ესეთი მიდგომა. თუ 100%-დან 2%-იც არ არის შესრულებული, ის თქვა შესრულებული სამუშაოს არ იღებს სრულად შესრულებას. კლავაც მოხდა მოლოდინების აწევა სამწუხაროდ, თითქმის ისე დონეზე როგორც იყო 2008 წელს, აი მაგს მივიღებთ, როგორ მაპიბუნებრივი უფრო მტკივნეული იყო იდეა. და ამიტომაც ამ პირობებში გვიხდება ხა საუბარი იმაზე, რომ ვაიმე, აი რას მოგცემს რიგის სამიტი. აი ოდესღაც უნდა დავარდეს ეს სიტუაცია. და სიტუაციის დავარგება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობას ეცოდინება რა არის იქიდან მოსავალნელი კარგი და როდის არის მოსავალნელი ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ყველა მთავრობას ცდილობს რომ მოსახლეობას წინ ეს სტაბილურობით ჩამოუკიდოს რაღაც და აი მაპი და აი უიზო რეჟიმი და მოსახლეობა რაღაცნაირად წინ წაიყვანოს და გაცილებით უფრო კარგი იქნება და მოსახლეობას წინ წაიყვანა ეკონომიკის განვითარებით, პოლიტიკური სიტუაციის დალაგებით და ასე შემდეგ. ნუ იქნებით სულში იმ შემთხვევაში რომ ვინ მოგცემს მაპს და უიზო რეჟიმს. ჩვენზეა დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარება პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას სამსაღამოს 8 საათზე გადაცემა აქტუალურ თემაში იხილავთ. რიგის სამიტის მსვლელობის პარალელურად ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში მშვიდობიანი აქციები გამართეს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მშვიდობიანი აქციებით მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ არჩევანს. საქართველოს როგორ უპასუხებს ევროკავშირის საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას რუსეთის მხრიდან მოსაოდნელი საფრთხეებისა და მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ, ამ თემას ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ნინო სამველიძე ეხმაურება. ექსპერტის თქმით, რუსეთი ევროკავშირის პარტნიორია, მათ საკუთარი ინტერესები და ურთიერთობებიც აქვთ, თუმცა ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს მისი პოლიტიკა რუსეთთან და კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და რუსეთს არ შეუძლია აქ ჩაერიოს. შეგახსენებთ, 4 შაბათს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირს თხოვნით მიმართა რუსეთის წინააღმდეგ გაამკაცროს სანქციები, რათა უზრუნველყოს მოსაოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ამ ეტაპზე საკითხი დგას, როგორ დაალაგებს თვითონ ევროკავშირი თავის ურთიერთობებს, იმიტომ რომ ცხადია, რომ მისი ურთიერთობები ჩვენთან, რეგიონის ქვეყნებთან და რუსეთთან, ანუ არის უამრავი პრობლემა ამ პროცესში და უნდა შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რის საშუალებითაც ის უფრო ეფექტურს გახდეს, ხო, ამ ურთიერთობებს. ამიტომ არ ვიცი რა იქნება ევროკავშირის პასუხი ჩვენს პრეზიდენტის განცხადებაზე, თუმცა ერთი საკითხი უდავოა, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, კაფიო განაცხადი, კაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყნები არიან ევროკავშირში ინტეგრირებაზე ორიენტირებული ქვეყნები და ისინი ამისთვის იღწვიან და შესაბამისად რუსეთს, თქვა, არ აქვს ლეგიტიმური უფლება ამ პროცესში ჩაერიოს. სიახლეები უცხოეთიდან იტალიის სანაპირო დაცვამ 345 მიგრანტი დაინახა და ნაპირზე გადაიყვანა. ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტები ევროპაში შეღწევას ხმელთაშუა ზღვის სახიფათო გზის გავლით ცდილობდნენ. გავრცელებული ცნობით 151 მათგანი სირიელი ბავშვი აღმოჩნდა, 79 კი ქალი. ნაპირზე გადმოყვანის შემდეგ იტალიის სანაპირო დაცვამ მიგრანტები სიცილიის პორტში გადაგზავნა. ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ ტრაფიკინგის კონტრაბანდისტთა ქსელის გასანადგურებლად ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ამ ზაფხულს ამოქმედდება. გაძლიერებული კონტროლის შედეგად ევროკავშირი მიგრანტების ნავებისა და გემების წყლიდან ამოყვანას, ხალხის ნაპირზე გადასხმას და ნავების ჩაძირვას გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კუბაში გამგზავრების სურვილს გამოთქვამს. ამერიკის პირველი პირის მოსაზრებით, ვაშინგტონსა და ჰავანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების კვლავ გახსნა აუცილებელია. გასულ თვეს ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა. ამას გარდა, ბარაკ ობამამ კონგრესს გაუგზავნა რეკომენდაცია კუბის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ.
და ბოლოს რიგის სამიტი, მოლოდინები და პროგნოზები. Როგორ შეასრულა საქართველოს საშინაო დავალება და როდის აამოქმედებს ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის სპეციალურ გეგმას. Ამ საკითხებზე ჩვენ დღევანდელი სტუმრები, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ნინო სამველიძე და პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ისაუბრებენ გადაცემაში აქტუალური თემა. უყურეთ სტარვიზიის ეთერში და უსმინეთ რადიო Star FM-ზე დღეს 20 საათზე ყოველკვირეულ გადაცემას აქტუალური თემა. ასეთია ჩემს ხელთ არსებული ყველა ძირითადი სიახლე ამ დროისათვის, მე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.